ვინც მიმართავს პლასტიკას იმას აკრიტიკებენ. ვინც არა რომ რატომ არა და ცოტა რაღაცა და დაბერდება რა თქმა უნდა. აი 40 რომ მიუკაკუნე მეგონა რომ დამთავრდა ცხოვრება და საერთოდ რას გავარდ მიღწევა მედიცინაში პლასტიკური ქირურგია, თუმცა მე ერთი რამ არ მომწონს რომ ადამიანი რომ ბერდება ეს კი არ უნდა გააპროტესტოს, ამას უნდა შეეგუოს, შეყვეს. რა მეთოდებს მიმართავ იმისათვის, რომ ისე გამოიყურებოდე, როგორც გამოიყურებდი. მინდა პოდკასტის მაყურებელს ესეთი აღიარება გაუკეთო, რომ მსოფლიო ქალები ერთმანეთს დაემსგავსენ. უჩები ერთნაირი, წყვილები ერთნაირი. არსებობს პროცედურა, რომელსაც თქვენ ახლა დიდი სიამოვნებით ჩაიტარებდით. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ მე რა უნდა გავიკეთო? გავიკეთო ბოტოქსი, რომ მეშობი ერთად ვეღარ. ცოტა ხო? ხო, ცოტა კარგი. ხანდახან ვიმე ეს რა არის? აქ რაღაც ვჭირდება, ეს მომენტი მაქვს რა თქმა უნდა. ჩემთვის თავარი არის მაინც ის, რომ აი არავის არ გავდე, ხო? შენ კინოში არავინ არ გადამიღებსო. და რატომ მეთქი? შენ ქართული გარეგნობა არ აქვს. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, ისე რომ მარინა დარჩეს მარინა. გამარჯობა ყველას, მე ვარ კოტე მათითაშვილი და ეს არის კოდკასტი, რომელშიც გაიგებთ ყველაფერს თავის მოვლის შესახებ. არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი აქ და აქ ყოველთვის ნახავთ თქვენთვის ძალიან საინტერესო ვიდეოებს, ინფორმაციას მიიღებთ, სიახლეებს გაიგებთ და მგონი ეს ყველაფერი თქვენთვის იქნება ძალზედ საინტერესო. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო პოდკასტარიას, სადაც იწერება ჩვენი კოდკასტი. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. სილამაზე, ასაკი, სხვადასხვა კოსმეტოლოგიური თუ პლასტიკური ქირურგიის მხრიდან ჩარევები სადგადი ზღვარი ბუნებრივსა და ხელოვნურ სინთეტიურ ვიზუალს შორის. დღეს ამ თემებს შევეხებით, ჩვენ გვეყოლება ორი ყველასათვის ცნობილი ძალიან კარგი მსახიობი. პირველი ჩვენი სტუმარი და მომღერალი, პირველი ჩვენი სტუმარი არის მსახიობი ქალბატონი მარინა კახიანი. წარდგენა ჩემგან მას ნამდვილად არ ჭირდება. მადლობა რომ მოხვედით. ვისაუბროთ მოდით იმ თემებზე, რაც დღეს ყველასთვის პოპულარულია, საინტერესოა, მით უმეტეს ცნობადი ადამიანისგან, მით უმეტეს მსახიობისაგან, რომელსაც საკმაოდ დიდი კარიერა აქვს უკან მოტოვებული და აგრძელებს თავის პროფესიულ წინსვლას. კარგად გამოიყურებით. ამას როცა გეუბნებათ მამაკაცი, ქალი თუ პლასტიკური ქირურგი, რამე სხვაობა აქვს? რა თქმა უნდა. ნუ მაინც რომელიც ჯობს. იცით რა, ესეც ცნობილია რომ ამბობენ ხოლმე რა ჩაცმაო, ქალებისთვის ხდებაო, ესეც დათქვამიც გამიგია მე. თუმცა მე ბოლომდე არ მეთანხმები ამას. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, თქვენგან უფრო საინტერესოა თან მამაკაცი, თან პლასტიკური ქირურგი. თან მამაკაცი, თან პლასტიკური ქირურგი, თუმცა შეიძლება რომ უკეთესადაც გამოვიყურებოდე, გადაღლილი. და კარგია რომ გადაღლილი ვარ, ესე იგი მუშაობთ. კარგით, მოდით ჯერ მსახიობის კუთხიდან შევხედოთ ამ თემას. როგორ მოქმედებს მსახიობის გარეგნობა მის კარიერაზე? რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ყოველთვის ესე არ არის. იცით რომ აი კარგი გარეგნობის ქალბატონი ან მამაკაცი და ხდება ესეთი შემთხვევებიც რომ გარეგნობის გამო ასე ვთქვათ, აწყობილა კარიერები არაერთი, მაგრამ ხანდახან ხდება თქვენ წარმოიდგინეთ რომ შეიძლება ხელიც კი შეუშალოს კარგმა გარეგნობამ ქალს თუ მამაკაც ამა თუ იმ როლის მიღებაში. გეთანხმებით. ბევრი მსახიობი ვიცით ჩვენ, რომელსაც ესე ეგრეთ წოდებული ვიზუალურად რომ შევაფასოთ სტანდარტებით, ეგრეთ წოდებული სტანდარტებით სილამაზის, რაც ჩემი აზრით აბსურდი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველა ლამაზია, სრულიად არ ჯდება ესთეტიურ თქვათ რაღაც პარამეტრებში და აბსოლუტურად ამოვარდნილია თავისი იერით, როგორც კაცი ასევე ქალი, მაგრამ უმაგრეს როლებს ასრულებს და უმაგრესი მსახიობია და რა ვიცი, ყველაზე პოპულარულია შეიძლება. იცით რა, საერთოდ სილამაზე მე მიმაჩნია რომ ხა თქვენ არ გესწავლებათ ჩემგან არის ვიტყოდი რომ ეპოქების მიხედვით ცვალებადი ხომ? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ სხვადასხვა ეპოქაში სხვა სტანდარტებია სილამაზის, ქალის, ხა აღორძინების პერიოდში სხვანაირი ქალები მოწონდათ, შემდეგ რაღაც მე-20 საუკუნის თუ არ დავიწყებ ხა ყველა საუკუნეში და ამ ბოლო დროსაც იმდენჯერ შეიცვალა ეს სტანდარტები, ალბათ დამეთანხმებით, არ წავალ მე და უშუალოდ იქ მე-15 და
19-18 საუკუნეში აი მე-20 საუკუნის ბოლო და 21 საუკუნეში ჩემი აზრით ბევრჯერ შეიცვალა. და რისი ბრალია ეს? აი ბოლო პერიოდი ახსენეთ, მან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რისი ბრალია ესა? ჩარევები გაჩნდა უფრო მეტი და მარტო ამას არ გულისხმობ მე ამ შემთხვევაში, თუმცა მივალიკამდეც ჩარევებიც გაჩნდა, იცით ხანდახან არის, როდესაც აი რაღაცა პატარა შეცვლა ქალის გარეგნობაში შეიძლება იმიტომ კი არა რომ ვიღაცისთვის მას სჭირდება პირველ რიგში ან თვით დაჯერებისთვის ან რაღაცა იმდენად აწუხებთ ხოლმე ის რაღაც გარეგნობაში რომ ხანდახან უბედურები არიან ხო მაგას ქალბატონსაც ეხება და ალბათ მამაკაცსაც და მაგრამ რაღაცა სხვა არსებობს ჩემი აზრით ამ შემთხვევაში მაინც მე არ მომწონს ერთი რამ მხოლოდ გეტყვით აუცილებელია რაზე ლაპარაკი და ფანტასტიკური ასე ვთქვათ მიღწევა ასე ვიტყოდი მედიცინაში პლასტიკური ქირურგია რომელიც აუცილებელია და უნდა იყოს თუმცა მე ერთი რამ არ მომწონს რომ მსოფლიო ქალები ერთმანეთს დაემსგავსენ თქვენ ახსენეთ რომ აუცილებელია უნდა იყოსო ხომ არ გამოგიყენებიათ ეს სფერო თქვენი ცხოვრებისეული კი გამოვიყენე და გეტყვით თუ გაინტერესებთ როდის მე ის ინსტიტუტი რომ დავამთავრე პატარა მყავდა ჩემი შვილი და ცხვრის ოპერაცია გავიკეთე არ ვიცი რამდენი ხარ იყო ადამიანები მიცვლიდნენ რომ არ უნდა გადამედგამს გავსინა ბიჭი მე ზუსტად ვიცი რატომ გადავდგი იმიტომ რომ ესე მოხდა ჩემ ცხოვრებაში მე მქონდა ცოტა აწეული ცხვირი და ეს ადგილი აი ეს სლავურ ცხვირს ეძახიან ხო თუ რუსულ ცხვირს სლავური ტიპის კი სლავური ტიპის ცხვირი რომელიც ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ცოტა ნერვები მეშლებოდა იმიტომ რომ მე ბუნებრივად ღია ფერის თმები მაქვს ეს შავი თმები მთელი ცხოვრება შეღებილი მაქვს ნუ ცოტა ღია ფერის თვალები ღია ცოტა ესეთი ცხვირი და ძალიან ხშირად ქუჩაში რომ დავდიოდი რუსულად მომართავდნენ გოგონა გაცნობის ამბავში და ეს ცოტა ნერვებს მიშლიდა. შემდეგ მოხდა ესეთი ისტორია. საინტერესო მე მგონი. მე შემდეგ მოხდა ესეთი ფაქტი რომ მე ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე. ბოლო წლები ვახტანგ ჭაბუკიანის ბოლო ასე ვიტყოდი მოწაფე ვიყავი და მე მიღეს ოპერაში თუმცა ეგ აღარ ვიცეკვე ცოტა ხან თვეები ვიყავი მართლაც და ძალიან ნაწყენი იყვნენ ოპერის და ბალეტის თეატრში რომ დავტოვე და ჩავაბარე თეატრალურში და მოცეკვავე რეზო მაღალაშვილი ძალიან დიდი რომელიც იყო ჩემი რეპეტიტორი იყო ძალიან აღშფოთებული და ფრაზა მითხრა ესეთი რომ შენ კინოში არავინ არ გადაგიღებსო და რატომ მეთქი და შენ ქართული გარეგნობა არ აქვს მან ჩაუწვეთებია იყო პირველი მომენტი და ისეთი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის და ალბათ და აი როგორც კი რაღაცა დავამთავრე ინსტიტუტი კი გადაღებული ვიყავი ერთ-ორ ფილმში რაღაც მაგრამ აი მქონდა ეს რაღაც რომ მე ცხვირი უნდა შევიცვალო და შევიცვალე ცხვირი ძალიან კარგად გამოიყურება თქვენ ცხვირი და თქვენ ზოგადად ანუ ეს არ არის ისეთი მომენტი რომელიც ნამდვილად ესე ზოგს ეთყობა და სულ თავში თვალში მოხვდება პირველი ის მოხვდება რომ ამას ცხვირია გაკეთებული თქვენ რამდენიც მე მინახი ხართ ეგ თავში არ მოსვლია მიუხედავად ჩემი პროფესიული ხედვისა იმიტომ რომ ზის თქვენს იერში კარგად ვიცი ხედავ ყველაფერს. ბუნებრივად დაბერება თქვენთვის რა ფენომენია მაგალითად, როდესაც აწვევიან ესე ბუნებრივად დაბერება მირჩევნია, ვიდრე რამე გავიკეთო. იცით რა, ეს არჩევანი ყველამთერ თავად უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა. და ორივე შემთხვევაში თუ მას ესეა გადაწყვეტილი ქალბატონს კი, მისაღებია რა თქმა უნდა. მისაღებია რა თქმა უნდა. თქვენთვის პირადად თუ არ მისაღებია. მე გეტყვით ახლა, როცა არსებობს ესეთი მშვენიერი რამ, რომ ცოტა გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა. რატომ არ უნდა გავაკეთოთ? ოღონდ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაც ავადმყოფობაში, მე ვფიქრობ და ნუ მართლა რაღაცა ცვილის თოჯინებს რო გვანან, ესეც არ მომწონს. ბევრი ვარსკვლავებია საზღვარგარეთ, ვიცით, რომ მართლა ცვილის თოჯინებს გვანან. ეს არ მომწონს, მაგრამ თუ შეიძლება რომ რაღაცა ცოტა ახალგაზრდად გამოვიყურებოდეთ, ცოტა გავიხანგრძლივოთ, ისედაც ისეთი მოკლეაც
ცხოვრებაც, ახალგაზრდობაც, რატომაც? აი ხა ჰოლივუდის ვარსკვლავს რო შეხედოთ, დემი მურს ასე აპირისპირებენ, ბევრ სხვა ჰოლივუდის მსახიობს, თორე დემი მური სხვადასხვა ჩარევებს როგორც ვიცით მიმართავს, რას და როგორ ნამდვილად არ ვიცით მაგრამ სხვა ზოგიერთი არ მიმართავს და არ ხშირად არის ხოლმე ესეთ სივრცეში რომ ნახოთ აი ეს როდესაც ასაკობრივად თქვათ არის რაღაც არ ვიცი 65-70 წელს მიატანა და მისი ასაკისვე ის ვინცაც არაფერი არ გაუკეთებია, როგორ გამოიყურება. იცით რა შესაქმე საერთოდ ვაკვირდები ამ ბოლო დროს ადამიანები, ეს არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში თუ სხვა ქვეყნებში, აუცილებლად საწინააღმდეგოს, აი რომ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და ცოტა სასაცილოა, ვინც მიმართავს პლასტიკას იმას აკრიტიკებენ, რომ რატო არ მიმართავს პლასტიკას? რატომ მიმართავს ამას? ვინც არა რომ რატომ არა და ცოტა რაღაცა და დაბერდება, რა თქმა უნდა, წლები გადის და ჩვენ ყველანი დავბერდებით ადრე თუ თქვენ ასაკს მალავთ? არ ვსიამოვნებს, არ ვმალავ, ყველა მიცის მე მგონი, უბრალოდ არ ვსიამოვნებს, ჩემ ყურს არ სიამოვნებს. ხო, მე კითხვას არ ვსამოვნებ. არა, ვიცი, მივხვდი რომ არ ვკითხავთ. კარგია. არსებობს პროცედურა, კაპიტან მარინა, რომელსაც თქვენ ახლა დიდი სიამოვნებით ჩაიტარებდით, ან გაქვთ სურვილი და შეიძლება ჯერ არ მიგიმართოთ. იცით რა, მართალია პლასტიკა სერიოზული ჩარევა არ. ოკეი, სერიოზული თავი გავანებოთ. მაგრამ აი დიდი ხანი აი გამიკეთებია მეზოთერაპია, ბუსტერი, თუ სწორად ვამბობ. კი. ბუსტერი, სხვა ძაფები ადრე გავიკეთე ძაფებიც ქონდა გაკეთებული, მაგრამ ნუ ის გადის დრო მოგიხსენებათ კარგად და დიდი ხანი არაფერი არ გამიკეთებია და რა ვიცი ალბათ რომ მოვიცი. სურვილი არის ისე თავში, ანუ გახსენდებათ ხოლმე ამ ტიპის პროცედურების წარმოების. რა თქმა უნდა, ხანდახან ახლა სპექტაკლის წინ განათებული ძალიან სარკეები გვაქვს ჩვენ რუსთაველის თეატრში. გრიმის გამო ვიკეთებ და ხანდახან ვიმე ეს რა არის, აქ რაღაც ვჭირდება, ეს მომენტი მაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვიცი, ვერ გადავწყვიტე რა მინდა მართალი გითხრათ. სერიოზული ვითომ არ მინდა ჩარევა და რაღაცები მინდა. ანუ უფრო თავის მოვლის მიმართულებით განიხილავთ თქვენ ამ თემას და ეს ძალიან ჯანსაღი მიდგომა, იმიტომ თავის მოვლა აქვე პატარა კომენტარს გავაკეთებ ამ სფეროში პლასტიკურ ქირურგიას რომ თავი დავანებოთ და თავის მოვლას შევხედოთ, ხო? არის ორი მიმართულება. ერთი, როდესაც ტრანსფორმაციას ემსახურება, ანუ მინდა თქვა სხვადასხვა პროცედურით ოდნავ შევცვალო ჩემი გარეგნობა და მეორე არც გჭირდებათ. და მეორე არის ის, როდესაც გამოვიყენო ესა თუ ის საშუალება იმისთვის, რომ გამოვიყურებოდე კარგად. კარგად მინდა გამოვიყურებოდე, ყველა ქალს უნდა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ახლა მსახიობებს გვინდა ეს უფრო ცოტა დიდხანს. ხო, უბრალოდ იყო მომენტი, როცა შემოთავაზე, საერთოდ თქვენ ვიცით, აქ რო რაღაც შედის და მაგრამ არ მინდა კატეგორიულად, იმიტომ რომ შემდეგ ცოტა არ მომწონს ზედმეტი რო აქვს ხოლმე და ეს კი, გეთანხმებით. არ მომწონს. ხო და ვინ მოგწონთ ისეთი მსახიობები, ვისაც აქვს გაკეთებული, თქვათ, საქართველოში შეიძლება არ გახსენდებათ ან დასავლეთში, აი, თქვათ, ბევრი ოპერაცია გაკეთებული და მოგწონთ, გახსენდებათ ესეთი მსახიობები? მეც ახლა საქართველოზე არ ვილაპარაკო. არა, რა თქმა უნდა. არ გვინდა, აი, ჰოლივუდში ვინ არის ახლა ესეთი ანჯელინა ჯოლი მაგალითად, რომელსაც რაღაც ჩარევები აქვს. იგივე ვახსენეთ ჩვენ დემი მური, რომელსაც აქვს ბევრი ჩარევა. არ მომწონს როგორც გაკეთებული. სხვა ძალიან ხანდაზმული ქალბატონია ჯოან კოლინზი, ძალიან დინასტიაში და მე ვახმოვანებდი სხვათა შორის დინასტიაში მას და ძალიან ნუ რაღაცა ისეთ ასაკში არ ვიცი ზუსტად რამდენი 80 გადაცილებული და გამოიყურება კარგად. ძალიან კარგად და აშკარად გაკეთებული აქვს რაღაცეები, მაგრამ კარგად აქვს. აი ეს ამაშია საქმე, რომ აი ესეც ვერ მიხვდით, ეს ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ზოგს გაკეთებული აქვს და ფანტასტიკურად აქვს მართლა და კარგად. არა და არ უჭირთ მათ კარგი ექიმის მოძებნა, ხო? აი, ზუსტად ვაპირებდი, იქით მივდიოდი, რომ აი ეს რა ფენომენია, ცოტა ვერ ხვდები. ზედმეტი მოზდი თუ თხოვენ ექიმს ზედმეტი, ის ხო ძალიან კარგი ექიმთან მიდის, რა თქმა უნდა, თავიანთი შესაძლებლობით და ასე შემდეგ.
რა ფენომენია ცოტა ვერ ნუ მივხვდი. მან ძალიან რთულია ესე გვერდიდან ამ ყოველფრის ახსნა. ზოგჯერ შეიძლება კარგი ექიმთან მიდის, მაგრამ ის არ გამოსდის რაც უნდა. ზოგჯერ გადაჭარბებულია, იმიტომ რომ შეიძლება ექიმი უარს ვერ ეუბნება, ან არ ეუბნება, იმიტომ რომ ძალიან აი დიდი ხიბლია. მეგრაიანი გახსოვთ ალბათ. კი, მეგრაიანი მაგრად შეიცვალა. რაღაცა მაგრად შეიცვალა. და ესეთი ბევრია. კარგებიან ეგენი ყველანი, მაგრამ ზედმეტობა, რასაც თქვენ აღნიშნავთ, ზუსტად ის არის, რის გამოც ბევრი მსახიობი დღეს სამწუხაროდ ჰოლივუდის ეკრანებზე ჩამოშორდა აქტიურ კინოკარიერას. შეიძლება ეს სრულიად სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ერთ-ერთი მიზეზი მაინც ზედმეტი ჩარევებია, რაც მათ სინთეტიურობას უკვე ეკრანზე ასე ვთქვათ, არასასრულებლად აჩენს. ძალიან კარგი, საინტერესო გამოგდის მე მგონი საუბარი. აქვე გამოიყენეთ საშუალება და შეგიძლიათ ვკითხოთ ნებისმიერ რამ რაც გაინტერესებთ. გინდათ ეგ გამოიყენოთ ეგ საშუალება. კარგი, მაშინ კითხავთ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ მე რა უნდა გავიკეთო? ყველაზე ისეთი კითხვა. წეგან აღვნიშნე, რომ ადამიანები მიმართავენ ორი ტიპის ჩარევებს. ერთი ტრანსფორმაციულს და მეორე თავის მოურის თვალსაზრისით. თქვენს არანაირად გამდინარიდან რომ პროფესიული კარიერა არის თქვენი აქტივში, ხო? ამიტომ თქვენი სახის ცვლილებები არავითარ შემთხვევაში რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ ის ტიპური და თქვენთვის დამახასიათებელი როლები შეიძლება აღმოჩნდეს სრულიად არ მისაღები უკვე რეჟისორისათვის და თქვენთვისაც. ამიტომ თქვენს სახეს რადიკალური ჩარევები არანაირად არ სჭირდება, მაგრამ მე რას გავაკეთებდი ბოტულოთერაპიას ვაწარმოებდი ზედა მესამედზე მაგალითად გავშლიდი შუბს ოღონდ ჯანსაღ ფარგლებში ზედმეტად არა და აი რაც ახსენეთ თქვენ ბიორევიტალიზაცია დატენიანება ქსოვილის ძალიან კარგია კანის სტრუქტურა უმჯობესდება ხო კისერზე ვიმუშავებდი თქვენთან თავისუფლად და გავშლიდი მაგ კისერს ძალიან მარტივად და ეფექტურად ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია ისე რომ მარინა დარჩეს მარინა უბრალოდ აი თქვენ რო დაჯდებით საგრემიეროში და ჩაიხედავთ შეიძლება რაღაცან ნაკლებად მოგხვდეთ თვალში თუმცა ეს ხო შეიძლება მაგის მიხედვა მინიმალური ჩარევით და საკმაოდ მაღალი ეფექტურობით აი ესეთი მიდგომით ვინც უყურებს თავს მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს პაციენტებს რომ არ არის აუცილებელი რაღაცების ზედმეტობებით რომ ზედმეტობა ამახინჯებს იმ უნიკალობას და უნიკალურობას რაც ყოველ ჩვენთაგანს ახასიათებს თქვენ ცნობილი პლასტიკური ქირურგი ხართ და ასევე ცნობილი ტელეწამყვანი, ხო? დავით ამბობენ, კი არის ეგეთი რაღაცა კი. აი ტელეწამყვანის როლში როგორ გრძნობ თავს? მე? უფრო თავისუფლად თუ პირიქით? ვიდრე რომ ჩემ ძირითად პროფესიაში? იცით რა, მადლობა კითხვისთვის, ძალიან კარგია. პოდკასტს მოუხდება ეს კითხვა. არა, ეს არის ის სადაც თვით გამოხატვის ალტერნატიული საშუალება მაქვს რა. ანუ საოპერაციოში როცა მუშაობდი თუ ეხლა მუშაობ იმ სფეროში, რომელსაც ვემსახურებ თქვა ესთეტიკური მედიცინა, ხო? იქ პროფესიული კარიერა შენი ძირითადი და იქ რა ვიცი, აი იკმაყოფილებ იმ აი ეგოს იკმაყოფილებ, რომ შენ ისწავლე შეძელი და ეხმარები ადამიანებს აკეთებ, მაგრამ ეს არის მაინც იქ დაღკეტილი სივრცეა და ეს არის კიდე ალტერნატიული საშუალება, რომელიც რაღაცა უფრო მეტ თავისუფლება მომცა ასე ვთქვა ჩემს ცხოვრებაში და რაღაცა საინტერესო სიახლე იყო 10 წელია უკვე თითქმის ამ ტელე ვიდეო აუდიო სივრცეში მოღვაწეობა რაც დავიმატეს რომ მომწონს ძალიან მომწონს და მიხარია თან პლუს ბევრი ადამიანი გავიცანია ამ პროფესიიდან გამომდინარე ეს ძალიან დიდი სიამოვნება მithumetes პატარა ქვეყანაში დასიობს სიამოვნებს ეს ძალიან კარგი მსახიობობა მე დიდი ხანი ამას მივხვდი ბევრი კიდე სხვა რაღაცეების გარდა იმიტომაც მიყვარს რომ მე ბევრი ვიღაც შემიძლია ვიყო. სცენაზე, კამერის წინ და ასე შემდეგ და ეს ძალიან მომხიბვლელია, ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია, რომ სხვა ბევრი ცხოვრებით ცხოვრობ ესე გამოდის. ხო, ერთადერთი რომელი პროფესიასაც ვეთაყვანები და ვიქნებოდი ქირურგი ვიქნებოდი სულ მთელი ცხოვრება. ექიმი არა, კონკრეტულად ქირურგი, რატომღაც ესე მაქვს. აი თქვენ თუ ქონიათ ეს მომენტი, რომ აი რაღაცა სხვა პროფესია, ან გინდოდათ ბავშვობაში, ან გიფიქრიათ რაღაც მომენტში, თუნდაც ესე ვთქვათ, აი რაღაცა ყველას გვაქვს ჩვენი აზრით რაღაც წარმოატებლობის მომენტი ალბათ ცხოვრებაში. კი, რა თქმა უნდა. სხვადასხვა ეტაპებზე და ხატრობა.
რატოღაც ვიფიქრე რომ იტყოდა. ეგ მინდოდა ხატავ მე თვითონ რა გამომდის ისე თუ ასე მხოლოდ დილეტანტურ დონეზე ბუნებრივია სამოყვარულო დონეზე ბავშვობიდან და რაზედაც მე ვფიქრობ თქვენი პროფესიისთვის ეს აუცილებელია. ნუ პარალელურად შეიძლება ზოგადი ფილოსოფია თავში ამასთან რაღაცა კავშირები არის რა ეს ენერგია რაღაცა ერთია ხელოვნებას შეეხება მაგრამ არა უნდა იყოს ცოტა ხატვარი მე ვფიქრობ თქვენ პროფესიაში. ხო აი მქონია ეხაც მაქვს რატომაც არა ძალიან დიდი სიამოვნებით რაღაცა შევქმნიდი მაგრამ რაღაც მეზარებასავით არის შეიძლება წინ მაქვს კიდე მაგისტრო რა ვიცი კაი კითხვა იყო ისე მხატვრობა კი ცალსახად მხატვრობა და ხა მსახიობაზე არც არ მიფიქრავს და მიფიქრია და ტელეწამყვანობაზე ეს რაღაც ესე მოხდა უბრალოდ ცხოვრებისეულად სპონტანურად კი კაი იყო ანუ ცოტა ჩემზეც ვისაუბრეთ ეხა კარგია, კარგი სტუმარი როცა გყავს პოდკასტში ყოველთვის გვიხარია, იმიტომ რომ არა მარტო კონკრეტულ თემებზე შეიძლება საუბარი, ცოტა გადახრათ ჩვენი მაყურებლისთვის, მე მგონი რაღაცნაირად საინტერესო იქნება. როგორ გიდათ რომ შეგაფასონ ადამიანებმა თქვენ? მე როგორც მსახიობი, როგორც დედა, თუ როგორც ქალი. როგორც ქალი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მაინც მთავარია და ერთიანებს ამ ყველაფერ დანარჩენს. მართალი გითხრათ, ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს და ჩემი გარეგნობა სხვადასხვანაირია ხოლმე გულწრფელად ვამბობ. ჩაცმის სტილიც, გამოვიყურები სხვადასხვანაირად, მის ერთფეროვნება არ მიყვარს და გააჩნია განწყობას ჩემსას, სიტუაციას, თუ სად მივდივარ და ასე შემდეგ. ასე რომ ყოველთვის ერთნაირად მე ვფიქრობ არ გამოვიყურები, რაც შეეხება არავინ არ თქვას, რომ არ აინტერესებს ადამიანების აზრი. ქალს. განსაკუთრებით, როდესაც ქალი მსახიობია. თუ მას არ აინტერესებს, შენ რა აინტერესებს? არა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მაინტერესებს. ეხლა, როდესაც შენ თამაშობ ამა თუ იმ როლს, ისეც მნიშვნელოვანს და შემოდის მაყურებელი დაუშვა და გეტყვის, რომ რა ლამაზი იყავი, ეს არის მომაკვდინებელი მსახიობისთვის. ჩემთვის მომაკვდინებელია. და ყოფილა რა თქმა უნდა ალბათ ეგეთი შემთხვევა შემოსულან და რომ უთქვათ და მაშინ მე მინდა აი არაფერი არ მინდა იმიტომ რომ რას ნიშნავს ესე იგი თქვენ დანარჩენი ვერაფერი ვერ დაინახეთ ან მე ვერ გაჩვენეთ მხოლოდ ჩემი გარეგნობა ეს მომაკვდინებელი მაგარია კარგია მსახიობისთვის ეს არის კრახი არ ვიცი რა ვთქვა კოშმარი და ზოგადად რა თქმა უნდა მაინტერესებს აზრი ადამიანების და ძალიან მიხარია ხა კი არის ხანდახან რომ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები როცა ზედმეტად გაქებენ ბევრ კომპლიმენტს გეუნებიან არის ეს მომენტი მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ქალს სიამოვნებს და მით უმეტეს რაღაცა ასაკის შემდეგ ეს კიდე უფრო სასიამოვნოა კი ბატონო რაღაცები რასაც შეიძლება შენ არ მიაქცევ ყურადღება როცა 20 და 30 წლის ხარ მერე ის უფრო ძვირფასი ხდება, გეძვირფასება უფრო მეტად ის კომპლიმენტიც ის რაღაცა რო აღნიშნავენ ამა თუ იმ შენ მოგეთ სასიამოვნო და რა თქმა უნდა, როდესაც შენთან ახლა ყველა ქალი თითქმის ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, არიან პირიქით ქალები, რომლებიც საერთოდ თავს არ აქცევენ ყურადღებას და ეს კი მიაჩნიათ რომ მათი პრიორიტეტია ასე ვთქვა. მე ცოტა ისე ვამბობ ხომ მეხდეთ რასაც გულისხმობ. ესეც არ მესმის დიდი ბოდიში. რა თქმა უნდა გარეგნობა არ არის მთავარი. მე ძალიან ხშირად მინახავს ძალიან ლამაზი ქალი რომელიც 5 წუთში არ მაინტერესებს. ან მამაკაციც იმას თუ არ ახლავს შინაგანი სამყარო აბსოლუტურად არ არის საინტერესო. ეს სალაპარაკო არა და მინახავს აბსოლუტურად თითქოს ის სტანდარტებში რო არ ჯდება ქალბატონის სილამაზე, მაგრამ განათებს. მომხიბლელი ისეთი რომ ძალიან ბევრ ლამაზ ქალს რო ჯობია. ასე რომ ეს უნდა იყოს თანხმედრა ყველაფერი. შესანიშნავად ვისაუბრეთ იმედი მაქვს ჩვენ მაყურებელი შევხედავს და მოგვისმენს თქვენის დამსახურებით ძალიან დიდი მადლობა მოსვლისათვის. და დაველოდებით ახლა უკვე შემდეგ სტუმარს თქვენ გაგიშვებთ წარმატებები ყველაფერი საუკეთესო სიმშვიდე სისწრაფე და რა ვიცი ღიმილი თქვენ სახეზე უამრავი და ბევრი ღიმილი ადამიანებს კარგია
პოდკასტის მეორე ნაწილში კვლავ საუბრობთ სილამაზეზე, თავის მოვლაზე, რას ვაკეთებთ, რისთვის ვიკეთებთ, ქალები როგორ უვლიან თავს, ზოგი მეტრამეს მიმართავს, ზოგი საერთოდ არ საცხადებს პროცედურებზე, პროტესტი აქვს, უარყოფს. დღეს ვყავს სტუმრად ადამიანი, რომელსაც არაფერი ბევრი არ გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, თავის გარეგნობისგან გამომდინარე, მიაჩნია, რომ არც არაფრის გაკეთებას არ აპირებს, იმიტომ რომ ისედაც კარგად გამოიყურება და მე ვეთანხმები ამ ყველაფერში. და ის რაც ასაკს მოაქვს ეს არის ნაოჭები, დაბერება, ზედმეტი კანი, ეს ჩვეული ბუნებრივი პროცესია და ძალიანაც კარგად გზნობს თავს. დღეს ჩვენი სტუმარი არის ყველასთვის საყვარელი, ძალიან კარგი ადამიანი, მომღერალი, ტელეწამყვანი, რა ვიცი, პოპულარული ადამიანი, კაბტონი ირმა სოხაძე. მოგესალმებით, როგორ ახართ? მოგესალმებით, კოტე. კარგად. ძალიან აკварეს იგი კარგად. მიხარია რომ პოდკასტში მოხვიდით, ნენელა ვაგროვებთ კარგ სტუმრებს, იმიტომ რომ მაყურებელმა რაღაცა განსხვავებული მოისმინოს YouTube-დან, ნახოს რაღაცა სხვა და მოუხსნათ ის დაძაბულობა, რაც მსოფლიოში დღეს სამწუხაროდ არსებობს. ეგ თუ გამოგვივა? ნუ ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში მომენტში დავტოვოთ ადამიანი. მოდით, კარგად გავირკვათ თქვენს მიდგომებზე, რაზედაც მოარული ესეთი ხმები არის, რომ ირმა არაფერს არ იკეთებს და დიდად სხვასაც არ ურჩევს რაიმეს გაკეთებას. ეს სიმართლეა თუ მითია? იცით რა, მე არავის არც ვურჩევ, არც არ ვურჩევ. მე უბრალოდ ერთი პერიოდი ვაპირებდი, აი 40 რომ მიუკაკუნე, მეგონა რომ დამთავრდა ცხოვრება და რას გავარდა, რაში გავლიეს 40 წელი ვერაფერი ვერ მოვასწარი, რაღაცა დამემართა ეს აშინელი ეს დეპრესიული მომენტები. მაგრამ თოდახან დამეზარა და მე მივხვდი რომ არაფერი აზრი არ აქვს ამას და არავის არ ურჩევ არა. ეს არის ძალიან ინდივიდუალური მომენტი, ალბათ დამეთანხმებით, კოტე. ის კი რომ ჩემთან მომწონს და ვგიჟდები უკეთესი არ შეიძლება რომ ვიყო, მაგრამ აი ადამიანი რომ ბერდება ეს კი არ უნდა გააპროტესტოს, ამას უნდა შეეგუოს, შეყვეს, მიიყვეს და აი ამაში დაინახოს. იმაში კი არ რაღაც დაჩამიჯდა და ჩამოეკიდა ყველაფერი. ცოტა ივარჯიშოს და ფეხით იაროს, უკეთესად იკვებოს, უფრო გულისხმობ, უფრო სასარგებლო პროდუქტებით, რაღაცეებზე, გოჭებზე და მწვადებზე ცოტა უარი თქვას, ტკბილეული საერთოდ ამოიღოს, სიგარეტი 30 წელი ბეწეოდი და მავნეჩვევები მოიშოროს, გაცილებით ადვილია და უფრო სასიამოვნოა ეს. კი არ ბერდები ჩვეულებრივად ცხოვრობ, დრო მიდის და შენ მიყვები დროს, არ ეკამათები, არ ეჩხუბები შენ თავს და კიდევ ერთი ხა არ მიწყინონ ქალბატონებმა, მაგრამ მე ცოტა არ მომწონს ერთმანეთს რომ მსგავსებიან. გოგოები, აი ერთმანეთს გვანან, ტუჩები ერთნაირი, ცხვირები ერთნაირი. შეიძლება ხა ვამეტებ ცოტა და უტრიებას ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის თავარი არის მაინც ის რომ აი არავის არ გავდე, ხო? როგორიც ხარ, ისეთი უნდა იყო და სიმღერაც მაქვს, შენ არავის სულ არავის გავხარდე. ხა შენ თავს დაუწერიო, ჩემი მეგობრები მაშაყირებენ, მაგრამ ფანტაზია არ არის, მაგრამ მიყვარს, როცა აი არასოდეს არ მინდოდა რომელიმე კინომსახიობს ან ტელეწამყვანს ან თუნდაც სოფლიო ვარსკვლავს ვქავდე, ან თმა ისე გავიკეთო, ან ცხვირი ისეთი, არ მინდოდა. რაღაცა მინდოდა რომ მე ყოფილიყავი ყოველთვის, როგორიც ვარ ისეთი. პერიოდში ხომ არ გაგჩენიათ სარკესთან დგომისას აი ერთი რაღაც ისეთი რომ აი ამას მაინც გავიკეთებდი. აი რაღაცას თუნდაც უმნიშვნელო რეალურად. კი, აქ პატარა დეფექტი, ეს მოგიყვებით ბავშვობაში, მე გადაბმული წარმები მქონდა და დედამ წამიყვანა თავის მეგობარ, მაშინ ახალი ამბავი იყო ელექტროეპილაცია, ნემსით. და იმ ქალბატონმა ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო და რამდენიმე ნემს ერთდროულად ესე ჩამასო და ნუ მინიმალურ ძალიან დაბალ სიხშირეზე დატოვა. და გავიდნენ ყავის დასალევად დედაჩემი და ის ქალბატონი და უცებ აი დაქტორის ნემსარჭობილი დედაც გევიდე. თან მიედო ეს ორი ნემსი ერთხელ და მოკლეჭა. ნუ კიდე დაბალი სიხშირე იყო და არ მომკლა, მაგრამ აქ ამომიწვა კანი. საკმაოდ აი უხეშად სხვათა შორის და სანამ შემწვარი დამწვარი ხორცის სუნი არ ვიგზენი, მეც ვფიქრობდი რომ პატარა ხა უმნიშვნელო რაღაც არა. და მე ბოს დაუძახე და ვაიმე და აქ მაგ შრამი ერთ სიტყვით. აი ამ შრამის ამოვსებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მე ვიფიქრე რომ არა უშავს. იყოს ახლა ეგ შრამის ასე ვინ დამაკვირდება. რა მეთოდებს მიმართავ იმისათვის რომ ისე გამოიყურებოდე, როგორც გამოიყურებდი და ეს კარგად გამოყურებას მინდა ხაზი გაუსვა. ხო, არის, ჩემი ასაკის გათვალისწინებით კარგად. ზოგი რაღაცა ყინულს ისმევს სახეზე, ზოგი რაღაცა ბუნებრივი რაღაცა ესეთი მეთოდი ხალხურ მეთოდებს მიმართავს. რამე ხო არა გაქვს ისეთი სპეციფიური. რაღაცები კი, მოვყვები, მაგრამ მანამდე მინდა ამ პოდკასტის მაყურებელს ესეთი აღიარება გავუკეთო, რომ ერთადერთხელ მაგ გაკეთებული, აი ხო ამბობ ბიორევიტალიზაცია, რაღაცები ხო არის? კი. ბუსტერი ხო არის? ბუსტერი არის, მეგობრებო,
აი რევიტალიზაცია რო არის 20 ნემსი, ბუსტერი არის 6, ხო დაახლოებით. ნუ კი, კარგად ეს მაგ ერთადერთხელ გაკეთებული ბატონ კოტესთან, მეტი არა. გახსოვს რომ დამპატიჟე. აი იყო და ეგ, მე კიდე მოდიოდა, ვეღარ მოვედი და აი ხა იქ მოვიდი ერთხელ კიდე. მოდი. სიამონები. 4 წელი გავიდა მის მერე და ერთხელ კიდე მოვიდი. მაყურებელს ხაზი გავუსვათ იმასაც აღნიშნე ბუსტერი ბიორევიტალიზაცია, რადგან ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ, არის დატენიანება, ქსოვილის მეტი არაფერი. ესაც ფილერია. იმას არაფერი არ გაუკეთებია, არაფერი არ შეუსია, ეს არის მოვლის თვალსაზრისით სახის ქსოვილების დატენიანება, რა ძალიან კარგი სვაჩო. ვიტამინები თუ რაღაცა, ხო? ვიტამინიც არ არის. ყალზეა საუბარი, ჰიალურონის მჟავა იქ, რომელიც მხოლოდ დატენიანებას იწვევს, მეც არაფერს. არც ის არის ფილერი. არც ფილერია, არც შემავსებელი, არც ბოტოქსინი, არაფერი. ჭირდება, ახლა გავიკეთო ბოტოქსი, რომ ეშუბი ერთე ვეღარ. ხო. ცოტა ხო? ხო, ცოტა კარგია, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ლამაზი ხედვა, თვალები გაქვთ ლამაზი, ანუ გამოხედვა გაქვთ ლამაზი. კი არ გიფუჭებთ, შეიძლება რომ ოდნა უკეთესად იყოს. ხო, მე რედოს რომ გაუწყრებ რომ ვეღარ მიხვდება რომ შუბლი შევჭმო. დავტოვებთ რომ მაგ ემოციები დაგჭირთ. არა, არ გავიკეთებ, მაინც იყოს ეს როგორ გასვლა უნდა პატივცემთ ყოველთვის. კი ბატონო, რა შეეხება ჩემ პირად რაღაცა მეთოდებს. რო გითხრათ, ყოველ საღამოს აუცილებლად ვიბან საპნიდან, მითი რაღაც ჭადის ფქვილიდან ტყილს ვამბობ. არ მაგრამ აუცილებლად წყლით კარგად რამდენჯერმე ვიშორებ, ხელით და წყლით, საკმაოდ ყოველ გავხმარობ. გრიმი არ მაქვს ყოველ დღე, სადმა გაიხაც მაქვს რაღაცა 2 წვეთი რუმიანა და მე ის არ მიყვარს საერთოდ ტონალური. და მე კარგია ესეთი რბილი პირსახოცით, ცოტა ხაოიანით კარგად ვიმშრალებ. მე ისე ხო პატარა მასაჟი ვიგებ. მე ისე სუფთას ვიტენიანებ, ვისვა ღამის კრემს, წებდე ვიძინებ. დილას ასევე ვდგები, იგივე პროცედურას ვაკეთებ, უკვე დილის კრემი და ერთი ეშმაკობა მინდა მეგობრებო ვასწავლო ჩვენს ქალბატონებს. აი დილას ხო არის რუტინა, რომ ერთხელ წაისვა ცაცხი და გახვიდეთ სახლიდან. მე სანამ სახლიდან გავალ, ეს 5 ჯერ ვისვა. აი რამდენი გავივლი, ძალიან მშრალი კანი მაქვს და დილას, რა თქმა უნდა, ხა შხაპის მერე ყველანი ვისვავთ სახეზე. მერე დავუშვათ ნახევარსაათი კიდე რაღაცა გავა დავლიან, ტელეფონით ვისაუბრენ, სანამ გავალ სახლი, აუცილებლად მეორედ და სახლიდან გასვლის წინ კიდე აუცილებლად რაღაც მესამე კრემს სხვას, ცოტა შეიძლება უფრო რა თქვენ პირადად შერჩეული გაქვთ რაც ხიამონეთ რა. მე თვითონ ვაკეთებ ძალიან ხშირად რაღაცებს, ვიტამინებს ვამატებ, რაღაცა უბრალო ვიტამინებს საიდან ამატებ? იყიდება ვიტამინი კაფსულები ხო არის, B ვიტამინი, D ვიტამინი, ყველაფერი და ეს რაც უფრო მეტია ამ იმაში, მე ეს გოგოებსაც უკეთებ ჩემსას. ჩემი კრემები ძალიან უყვართ ჩემ მეგობრებს. მე ყავს ერთი პაციენტი, სახელს და გვარს ვერ ვიტყვი ხა და აკეთებს ესეთ მალამოებს რა, ალბათ კაი მალამოებს აკეთებს და თან დადის ჩემთან პროცედურებს იკეთებს რა. და ერთიოჯერ მკითხა ვიღაცის გვარები, ესენი ხომ არ დადიან შენთან ხა როგორ ვეთქვი, ვიღაცის გვარს დადიან თუ არ დადიან. ეს არ შეიძლება ხო? კონფიდენციალური. აღმოჩნდა რომ თვითონ ამ მალამოების გამოყენებით თავის კლიენტურას ეუბნება რომ ნახე რა კარგად გამოიყურებდა ამ დროს პროცედურებს იტანებს. და თავისი კლიენტის ნახვა, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ყრიკები გქონდა თავის ბიზნესის გასავითარებლად. როცა გოგოებთან ერთად ხართ ხოლმე თქვა ყავას მირთმევთ თქვენს პროფესიულ თქვა კოლეგებთან ერთად თუ რაღაც მეგობრებთან და ისინი თქვა ამ თემებზე საუბრობენ. ხო არა გაქვს ხოლმე ესეთი სურვილი რომ რა გაჩერდით, არ გინდათ? არა, რო გითხრათ ხა ბევრს საუბრობენ, არა და ბევრი ჩემი მეგობარი არც ინტენსიურად არ მიმართავს. 1-2 არის რომელიც აი ჩემი აზრით, ახლა რა თქმა უნდა არ ვეთქვი და არც ხო, ზედმეტი. აი დაუმძიმდათ ეს ქვედა ნაწილი, იმდენი ფილერი აქვს უკვე. თვითონ მე იციან ეგა თუ თქვენ უფრო ხედავთ, მოწონთ. ხარია რომ მოწონთ და მე მგონია რომ ესა ჩემი პრინციპი ცხოვრების და კრედო რომ ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც მოგწონს. 40 წლის მერე განსაკუთრებით. აი თქვენ ზუსტად მანდ ხა ვუნდები ირმა 40 წელი წეღან ახსენეთ, ეხაც ისე ვახსენეთ, ხედავ? ანუ 40 წელი ის ასაკია, როცა ჰორმონალური დისბალანსია ქალის ორგანიზმში და უფრო მწვავდება ამ დროს და იწყება ზუსტად ის შვილები როცა ადამიანი ამჩნევს რაღაც სიახლეს, შეიძლება ქალმა გაიღვიძოს დილას, ჩვეულებრივ დილას და თქვას, რომ დედა ეს ადამიანი რა. ეს ხდება, ხშირად ხდება ესეთი რამე, თუმცა ზუსტად ისევეა, როგორც გუშინ იყო, ან გუშინ წინ. მაგრამ ახმა ხდება ესეთი. აი ვინც ახლა 40 წელს მიუკაკუნა და ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცას წინაშე დადგა, რას ურჩევდით მათ? ურჩევდი 50-მდე ფრთხილად და 7-ად იყვენ. კი, იმიტომ რომ 50-ის მერე იწყება ახალი ცხოვრება. 50, აი დაახლოებით უხეშად რო ვთქვა, 10 არა, მაგრამ 1-6-7 წელი უნდა ამას შეეგუო.
თუნდაც ამ ჰორმონალურ ცვლილებებს, ხო? აი დალაგდება მერე, რაღაცა ისევ დაბალანსდება, შენი ორგანიზმი ადაპტირდება და უკვე ხარ კარგად, ენერგიაზეც ხარ და აი რა წეღავ თქვი, თელი რიგი ცვლილებების ზუსტად მაგასაკში 50 წლისა მე დავანებე თავი. სიგარეტს აი მე ესე დამჭირდა რა ვიცი 50-დან 50-მდე ყველაზე ცუდად მახსოვს ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ მართლა მეგონა რომ დამთავრდა, არაფერი აღარ არის და 50 წლის აუცე მივხვდი რომ ძალიან არ დამთავრდა რა, იმიტომ რომ 20 წელი გავიდა თითქმის აგერ და კიდე მაქვს 1-20 წლის იმედი რომ ვიქნები ისე როგორც ვარ. მე არ მაქვს იმის პრეტენზია რომ 100 წელი ვიცოცხლო და რაღაცა ხელოვნურად ან გარეგნულად ან შინაგანად ან რაღაც წამლებით გავიხანგრძლივო და ვიყო ძალიან დიდხანს. მე მინდა ვიყო აი ხა როგორც ვარ ასე სანამ ვიქნები რა. ისეთი ენერგია გაქვს თქვენ შინაგანი წეღამ საუბრობდით კაპიტონ მარინასთან რომ ადამიანის გარეგნობა არ არის მარტო მისი ასე ვთქვათ კანის მდგომარეობა ან თვალის ფერი ან ტუჩის ფორმა ან სხეულის ფორმა შინაგანი ენერგია არის ის რაც ამ ყველაფერს ალამაზებს ავსებს და ეს თქვენ გაქვთ უხვად გარდა იმისა რომ გარეგნულად ძალიან ესთეტიური ადამიანი ხართ იყავით და კიდე დიდხანს იქნებით გამიჯერეთ იმიტომ რომ ეს გაქვთ ზუსტად ეს ხარიზმა და ეს პოზიტივი რაც მოდის თქვენგან ყოველთვის რაც იგრძნობა არა მარტო თქვენს რეპერტუარში სიმღერებში ტელეეკრანზე ვთქვათ შეულებრივ სოციალურ გარემოში სადაც მე კი შემოხვედრი ხარ ყოველთვის ეს იგრძნობა ეს ძალიან მაგარია ზუსტად ეგ გაცოცხლებთ და გალამაზებთ ესე ვინმე ხო არ აკავთ ისეთი ამოჩემებული ცნობადი სახე რომელზედაც ხანდახან გეღიმებათ ხოლმე რომ მე რა გააკეთა ესეთი რამე ბევრი უცხოელებიდან დაწყებული ჩვენებს არ შევეხოთ მაგალითად ძალიან რა ვიცი რომელი ერთი ვთქვა რომ დონატელო ვერსაჩეთი დაწყებული რომელი აი ეს რამეს თუ თავის თავს უკეთება ის ვფიქრობ ხოლმე რომ რატომ რა განცდა ეს რომ აი ასე კიდე მე ამატებ და ტუჩის სახეზე აღარ გეტევა აი რაღაცა არაბუნებრივი ხარ ხო არა ეს რაღაც უკვე ეს არ არის ჯანსაღი რა თქმა უნდა არ არის ჯანსაღი სამწუხაროდ მე მოყვებით მაგაში რომ ეს სთულად ექვემდებარე ბანალის როცა ამ ხელა შესაძლებლობები გაქვს ადამიანს სარკე არსებობს და ესეთი რამე გემართება ხო მათ ხომ არა აქვთ ექიმის პრობლემა ფინანსების პრობლემა აქ პრობლემა იმაშია რომ მათ იმდენად უნდათ და ისეთ აზარტში შედიან რომ უკვე ექიმებიც მე ხა დონატელა რომ მოდის და ხა 9 მილიონს რო იხდის შეიძლება იმას პატარ-პატარა და კი დაგროვდა ეს პატარ-პატარა და სინამდვილეში ექიმა უნდა შეაჩეროს ყოველთვის რა მაინტერესებს ყოველთვის უნდა შეაჩეროს ყოველთვის უნდა ურჩიოს რომ არა ну ბოლოს და ბოლოს არსებობს ეთიკა სამედიცინო შენ არ გაუკეთო და სხვასთან თუ წავა ბატონო რა თქმა უნდა უდიდესი ძალიან ბევრი რა თქმა უნდა საწინადადებებს რომ თავი დაანებოთ ხო არის ადამიანი რომ აგრესიულია ზოგჯერ კარგი გაგებით რომ უნდა რომ რაღაც გავუკეთო მე თუ ვიცი რომ იქ ამით მას სიკეთეს ვერ მოუტან გარდა იმისა რომ დაუკმაყოფილებ მის აემსურს არა დღეს დარჩება შეიძლება კმაყოფილი მაგრამ ხვალ ის კმაყოფილება დამთავრდება რასასურველი შეიძლება. ხო, აიგეც საინტერესოა, მერე. როგორც ალივით არის ირმა ეს რა, ორი ჭიქაროთ დავლიე და მგონია რომ ფრთები ამომივიდა და მგონია რომ ორს კიდე დავლები და უფრო დიდი ფრთები გამიჩნდება. ზუსტად იგივე ხიბლი აქვს როცა ვხედავ რომ ჩემში ტრანსფორმაციამ გამოიწვია დადებითი ცვლილება, გონება მეუბნება რომ მოდი კიდევ რამე ვქნათ, იმიტომ რომ კიდე მეტი ცვლილება, პატარა ცვლილებამ წარმატება მომიტანა, მოდი კიდე შევიცვლები, იქნებ უფრო დიდი წარმატება მომიტანოს ცხოვრებაში, მაგრამ სინამდვილეში პირიქით ხდება ყველაფერი და ძალიან უცებ ხდება სამწუხაროდ. უცებ ხდება და მე საერთოდ მინდა კიდე ერთხელ ხაზგასმით, ყველას ვურჩიო რა ვიცი, პატარა აღარა ვარ და შეიძლება ჩებირჩევა ვიღაცას კიდევაც გამოადგეს და უფლებაც მაქვს ხო ვიღაცებს რაღაც არჩევა მივცე. ასაკი არ არის რაღაცა უბედურება რა. ასაკი ბედნიერება რა. იმიტომ რომ ზოგადად განამხედა ცხოვრება. აი, ცაცილოა ხა 70 წლის ქალი რო გინდა გავდე 30-ას. ხო. არ არის ეს ბუნებრივი, ხო? არც არის საჭირო და იმ 70-ას ხა თუ კარგად გზნობ თავს და კარგად ხარ, ძალიან ბევრი ხიბლი აქვს, აი დამიჯერეთ. თქვენც კი გარწმუნებთ და ქალბატონებს მით უმეტეს, იმიტომ რომ ასია ნამდვილად, აი ბუნებრიობას, კარგად შენ ორგანიზმს რო ფლო, ფეხი დარბი ხარ, აუზე მე აუზე დავდივარ. ყოველ დღე თითქმის, ახაც მივალ სახში და ეზოში მაქვს აუზე, არაჩვეულებრივი. ეს არის მართლა რაღაცა დიდი ბონუსი და საჩუქარი, ასე რომ
ეს ძალიან მეხმარება, უკვე მესამე წელია აი ამ რეჟიმში ვარ. ფეხით სიარული თუ გიყვართ? გიждები და დღე როდესაც მე 6000 ნაბიჯს მაინც არ გავივლი, არის ჩემთვის რაღაცა ცუდი დღე და მე ვდგავარ და იმაზე ხო, ბილიკზე დავდივარ აუცილებლად ფეხით. აი ამ მაგიური წვეთი რო კონდეს ირმას, ერთი მაგიური წვეთი, რომლითაც აი ისე უმტკივნეულოდ შეუძლია რაღაცა შეცვალოს, რას შეცვლიდით? ჩემ გარეგნობაში? აი ერთი წვეთი გაქვს, რომ დალევ და ის რაღაცა შეიცვლება. არ მითხრა ხა ის ნატიბურიო. არა, ცხვრის გავისწორებდი. ოდნავ აი ნახეთ სხვადასხვანაირი პროფილი მაქვს. მე სულ აი ესე ვჯდები, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მუშა პროფილი, ასე ცოტა ქართული ცხვირი მაქვს, აი კეხიანი და ეს ბაბაკიდან დამონახე? ხო, სხვანაირია. ცოტა გავისწორებდი ალბათ. ანუ მაგიურ წვეთს მანდ გამოვიყენე. ალბათ, რა ვიცი, არ დავფიქრებულა, მაგრამ აბა სხვა რა გავაკეთო. თუ ჩემს არ გავიზდიდი ცხვირი სულ მიშლიდა ნერვებს, რომ აი მაგ ეს გიდეც მოღუნული მაგ ზამთარშია პრობლემები მაქვს ამ და რა გაიკეთე, რატო არ იკეთე? მეზარება. ხო, თორე ისე შეიძლება რა, მეზარება ძალიან. კი, როგორ არა. რა უმარტივესია ეს აქ არა. ფორმაშებად შემეცვალოს, უბრალოდ მექნება სწორი ცხვირი, ხო? კარგი იქნებოდა, მაგრამ აწი უკვე გვიანი. მადლობა ირმა, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი, ჩემთან როგორც პროფესიონალთან ამ სფეროსი კითხვები არ გექნება, იმიტომ რომ ისედაც იცი და ბუსტერზე შეთანხმებული. ბუსტერზე მოდივარ და ისეთ ვერ კითხვებს გისალ ხოლმე და ასე რომ დიდი მადლობა. მადლობა წარმატებები და ყოველთვის დაგვენახოს თქვენი მომღიმარი გახარებული ესეთი განათებული სახე. მადლობა დიდი. ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია მიმართავს თუ არა სხვადასხვა ცვლილებას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ აირჩიოთ ჩვენი არხი, მონიშნოთ აი აქ და გვიყუროთ მომავალ კვირამდე.